შეხვედრა, რომელიც 2 კვირის შემდეგ გახმაურდა. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრი ევროპის საკითხებში სტივენ დაუთი ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს და მის მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს ესაუბრა. ინფორმაცია ამ კონტაქტის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ლორდთა პალატის წევრმა სიმონ მიურეიმ გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს განვითარების საკითხებში ბარონესა ჩაპმანს საქართველოს შესახებ კითხვა დაუსვა. მიურეის აინტერესებდა თუ რა დისკუსიები გაიმართა ქართულ ოცნებასთან სიტყვის თავისუფლების კანონის უზენაესობისა და პოლიციის მიერ საპროტესტო აქციების კონტროლის კუთხით საქართველოს როგორც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ხელმომწერი ქვეყნის ვალდებულებების შესახებ, როგორც ბარონესა ჩაპმანის პასუხიდან ირკვევა. სტივენ დაუთი მაკა ბოჭორიშვილს 16 ოქტომბერს, ზურაბაშვილს კი 21 ოქტომბერს ესაუბრა, რა დროსაც საქართველოში სიტყვის თავისუფლებისა და საპროტესტო აქციების პოლიციური კონტროლის საკითხები განიხილეს. კვლავაც უკიდურესად შეშფოთებულნი ვართ საქართველოში დემოკრატიის უკუსვლით, მათ შორის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვითა და საპროტესტო აქციების გაკონტროლებით. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ეს საკითხები უშუალოდ განიხილა ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრ ბოჭორიშვილთან 16 ოქტომბერს და ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილე ზურაბაშვილთან 21 ოქტომბერს. ამასთან გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს ძალისხმევას ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ევროპის საბჭოში, რათა განხორციელდეს ზეწოლა საქართველოს დემოკრატიული ნორმების დასაცავად. ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან კონტაქტი ქართული ოცნების პრემიერმა ირაკლი კობახიძემაც დაადასტურა. მისი თქმით, დაუთისთან სატელეფონო საუბარი შედგა, თუმცა მის შინაარსზე დახურული ფორმატის მიზეზით კომენტარი არ გააკეთა. ბატონ დაუთთან იყო სატელეფონო საუბარი 1-2 აღარ მახსოვს, მაგრამ ეს იყო დახურული საუბრის შინაარსი და არც ფაქტი არ ვრცელდება ხოლმე. ეს არის მიღებული პრაქტიკა. ასეთი საუბრები, სატელეფონო საუბრები ბევრ პოლიტიკოსთან იმართება, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ყველა თემასთან დაკავშირებით იყო საუბარი, ყველა თემასთან დაკავშირებით, რაც საინტერესოა ორხრივი ურთიერთობებისთვის. დანარჩენი დახურული შეხვედრა იყო და დეტალებზე ვერ ვისაუბრეთ ვერც მე და ვერც მინისტრი. გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრს ევროპის საკითხებში სტივენ დაუთს საქართველოს შესახებ შეფასება არაერთხელ გაუკეთებია. 2025 წლის 24 ივნისს მან იქზე დაწერა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ბოიკოტის გამო საქართველოს ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, პოლიტიკური ოპონენტების არჩევნებში მონაწილეობის აღკვეთის უხეში მცდელობა და ქართულ ოცნებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდა.